როგორც წარმოუდგენია საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელთან შეჩერებული დიალოგის განახლება და ევროპის მომავალი ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები იმყოფებიან უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე კონფერენციას ესწრება შალვა პაპუაშვილით. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ბოლო თვეებში გაუარესებული ურთიერთობის ფონზე კონფერენციის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია. გლობალური გამოწვევების და გეოპოლიტიკური ცვლილებების მიმართ ევროკავშირის მხრიდან არასათანადო რეაგირება და საქართველოს მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულება. ეს თემები იყო ძირითადად აქცენტირებული შალვა პაპუაშვილის მიმართვაში. პარლამენტის სპიკერმა თბილისი-ბრიუსელის ურთიერთობა პოლიტიკური კონტექსტის ტყვედ შეაფასა. ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება ამ ორი ფაქტორით ახსნა პაპუაშვილმა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ გამკაცრებული ტონი და ბოლოდროინდელი მძიმე გადაწყვეტილებებით. ხალხის არჩევანის პატივისცემისკენ მოწოდება აქცენტირებული იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზეც. მხარეებმა იმსჯელეს შესაძლებელია თუ არა და რა გზებით ქართული დელეგაციის დაბრუნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც იანვარში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება დათქმებით, მათ შორის ახალი არჩევნების ჩატარების პირობით სცნეს. თეონა მანაგაძე გვეტყვის რა შედეგებით დასრულდა ქართული დელეგაციისთვის კონფერენციის პირველი დღე და რაზეა დამოკიდებული ევროკავშირის ქვეყნებთან საპარლამენტო კონტაქტების აღდგენა. თეონა, პირდაპირ ეთერში ხარ. შალვა პაპუაშვილი ბუდაპეშტში კონკრეტული გზავნილებით ჩამოვიდა და ქვეყანაში ბრუნდება კონკრეტული შედეგებით. ქართულ სპიკერს ჰქონდა ორი გამოსვლა, ასევე მას შეხვედრები ჰქონდა როგორც ოფიციალური, ასევე კომუნიკაცია ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეებთან. მათ შორის იყო 10 სპიკერი და ეს სპიკერები იყვნენ როგორც კანდიდატი ქვეყნებიდან, ასევე თავად ევროკავშირის სახელმწიფოებიდან. ამ ფორმატში, ყველა ფორმატში დისკუსიის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირის შორის ურთიერთობები, რატომ წარმოიშვა პრობლემები ევროკავშირსა და საქართველოს შორის და როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემები. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის ერთგული არის საქართველოს, ევროკავშირი კი საქართველოს უსამართლოდ ექცევა და ახლა უკვე ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს როლი და ფუნქცია თავად საჭირო არის ევროკავშირისთვის. როგორი არის საქართველოს პოზიცია ევროკავშირის მიმართ, ამის თაობაზე დეტალურად ისაუბრა საქართველოს ხედვასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილმა საკუთარი გამოსვლისას, რომელიც დაახლოებით 2 საათის წინ გაიმართა. ევროპული მომავლის საერთო ხედვა არ უნდა ეფუძნებოდეს ხელოვნურად შექმნილ იდეოლოგიურ წარმონაქმნებს, არამედ ცივილიზაციურ ფასეულობებს, რომლებმაც დროის გამოცდილებას გაუძლო. ევროპის მომავალზე მსჯელობა ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს და არა ერთი მხრიდან მომდინარე ქადაგება იმ ღირებულებებისა, რომლებიც ევროპის მხოლოდ ნაწილს ესმის და მხოლოდ ნაწილი იზიარებს. სამწუხაროდ ეს არის ის, რასაც ჩვენ ზოგჯერ ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი წევრისა და სტრუქტურების მიდგომაში ზოგიერთი წევრი ქვეყნის და კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ჩვენთვის როგორც ევროკავშირის პოლიტიკაში ახალბედა ქვეყნისთვის აშკარად თვალშისაცემია, რომ ევროკავშირში არსებობს ევროპელობის გარკვეული იერარქია. არადა წესით ამ საკითხზე მონოპოლია არავის უნდა ჰქონდეს. ევროპა ყოველთვის ვითარდებოდა და მისი ამჟამინდელი ინსტიტუციური ფორმა, ევროპული კავშირი, არ წარმოადგენს სრულიად ევროპას. ამიტომ ევროკავშირმა უნდა მოусმინოს ფართო ევროპას, ახალსაც, ძველსაც და უძველესსაც. ბუდაპეშტში საკმაოდ დატვირთული იყო ქართული დელეგაციის დღევანდელი დღე. დღეს ოფიციალური ვიზიტი დაიწყო შალვა პაპუაშვილის გამოსვლით და დასრულდა შალვა პაპუაშვილის გამოსვლით ასევე, თუმცა შუალედში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები და როგორც უკვე გითხარით, ამ ფორმატში დისკუსიის თემა იყო საქართველოს ევროკავშირის შორის ურთიერთობები. იმის გათვალისწინებით, რომ თავად სპიკერების კონფერენცია ეთმობოდა ევროკავშირის მომავალს და ხედვებს ამ თემასთან დაკავშირებით ქართული მხარე აკეთებდა აქცენტს, როგორ მიმდინარეობდა შეხვედრები, რა გზავნილები ჰქონდა ქართულ დელეგაციას, ამას ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ. შალვა პაპუაშვილმა ბუდაპეშტში შეკრებილ საკუთარ კოლეგებს უთხრა, რომ საქართველოს ერთგულია ევროკავშირში ინტეგრაციის გზის. პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რასაც გადახედვა სჭირდება. ამ კონტექსტში ქართველმა სპიკერმა ხაზი საქართველოს ევროკავშირის შორის არსებულ ურთიერთობას გაუსვა და თქვა, რომ ქვეყანა ევროკავშირის მხრიდან გაუგებარი მიდგომების მომსწრია. საქართველოს დირექტივებს და ვალდებულებებს აძლევენ, თუმცა უფლებების მინიჭების გარეშე.
მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის. ამავდროულად პარლამენტის გადმოსახედიდან ჩვენ ევროპული ინსტიტუტების მხრიდან გაუგებარი მოპყრობის მომსწრენი გავხდით. სამწუხაროდ ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს ელაპარაკოს დირექტივებით და უწესოს ვალდებულებები უფლებების მინიჭების გარეშე, ვალდებულებების ქონა ხმის უფლების გარეშე, განსაკუთრებით ევროკავშირში იმ ინსტიტუტში, სადაც საქართველოს ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი. არ შეესაბამება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს, რომელზეც დგას ევროკავშირი. ევროკავშირის ცენტრალიზებული სტრუქტურა ზოგჯერ ისეთ პირობებს აწესებს, რომელზეც თავად ევროკავშირი ვერ თანხმდება. ამ პრაქტიკის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენდა საქართველოსადმი მოთხოვნა შეექმნა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინალური სისტემა, რომელიც ვეტინგის სახელითაა ცნობილი და უცხოელი აქტორების მიერ უნდა ყოფილიყო განხორციელებული. ეს სისტემა დანგრევის შემთხვევაში შეეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება ხალხისგან მომდინარეობს. გამოდიოდა, რომ ხელისუფლების მთლიანი შტო დაკომპლექტდებოდა უცხოელი აქტორების მიერ, რაც ეროვნული სუვერენიტეტის არსს ეწინააღმდეგებოდა. მე ეჭვება, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო თავის სუვერენიტეტში ასეთ ჩარევას დაუშვებდა. დემოკრატია გულისხმობს მსჯელობას და არა იძულებით თავს მოხვევას. კონსენსუსი უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების კოლექტიურად მიღებას. ყველა წევრი სახელმწიფოსა და პარტნიორის ინტერესებისა და გამოწვევების პატივისცემის საფუძველზე. ეს ასევე ნიშნავს ევროპას, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება არა მხოლოდ ცენტრალიზებულ ორგანოებში, რომლებიც პირდაპირ წესით არიან არჩეულნი, არამედ უფრო და უფრო ახლოს ხალხთან. ამ მხრივ კარგი იქნებოდა უფრო კრიტიკული თვალით შეგვეხედა მიმდინარე დისკუსიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპის შეცვლას, უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პრინციპით. ერის სახელმწიფოების საზოგადოებაში პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება. შალვა პაპუაშვილის მსგავსად ევროკავშირის მისამართით მწვავე გამოსვლა ჰქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ბუდაპეშტში სპიკერების კონფერენცია გახსნა. ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მსოფლიო პოლიტიკის რეორგანიზაცია მიმდინარეობს, სადაც ამერიკამ ახალი ერა დაიწყო. ჩინეთი და ინდოეთი დაწინაურდნენ, ხოლო ევროპა ცვლილებებს მოუმზადებელი შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა ხაზგასმით თქვა, რომ ევროპას ახალი სტრატეგია და ძლიერი ლიდერები სჭირდება. ორბანმა უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენაზე გაამახვილა ყურადღება და ბრიუსელი არარეალისტური ამოცანების დასახვაში დაადანაშაულა. კონფერენციას მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტმაც რობერტა მეცოლამ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი გაფართოების მომხრია და ამის დასტური იყო მათი მხარდაჭერა, რომ საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსი მიეცათ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ქარიქრის პროგრესული ლიბერალიზმის პროგრამა ჩავარდა და ის შეცვალა პატრიოტულმა პოლიტიკამ. ეს ცვლილება არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური განვითარება შეერთებულ შტატებში, მას ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შედეგები აქვს. ჩვენ არაფერი ვიცით დანამდვილებით მომავლის შესახებ, მაგრამ გვჯერა, რომ შეერთებულ შტატებში დაიწყო ახალი ერა. ბოლო 80 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები დაინტერესებული იყო ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებით. ეს დასრულდა. ახლა დაიწყო ამ წესრიგის დემონტაჟი, რადგან ის აღარ შეესაბამება მის საკუთარ ინტერესებს. ოკეანის გაღმა ძველი მსოფლიო წესრიგი მათთვის დასრულდა. ამასობაში ჩინეთი სწრაფად ვითარდება, არა მხოლოდ სამრეწველო შესაძლებლობებში, არამედ თავისი ტექნოლოგიების ხარისხშიც. ის ჩვენი კონკურენტია. ინდოეთი ემზადება მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე გამოსვლისთვის. ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა მსოფლიოში, არა მხოლოდ მოსახლეობით, არამედ თავისი ეკონომიკური და ტექნოლოგიური ამბიციებითაც დიდი ძალა. როგორია სიტუაცია აქ ევროპაში? ევროპა მოუმზადებელია. ეს არის ისე, თითქოს ბოლო ათწლეულების პასუხებით გვინდა მომავალი ათწლეულების პრობლემების გადაჭრა, მაგრამ ისინი აღარ მუშაობს. მსოფლიო შეიცვალა და ჩვენ ევროპელები ამას არ მივყოლილვართ. მე ვიყავი ევროპული საბჭოს წევრი 15 წლის განმავლობაში. მე პირადად გამომიცდია დაკარგული წლები. ქალბატონებო და ბატონებო, თუ ჩვენ უნგრეთს ისე უძღვებოდით, როგორც კომისია უძღვება ევროპას, მაშინ ჩვენ გაკოტრებულები ვიქნებოდით. დასავლური სტრატეგიები, რომლებიც რუსეთის გატეხვას ცდილობდნენ, ჩავარდა. არავინ ბედავს აღიარებას, მაგრამ ჩვენ წავაგეთ ეს ომი. რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოიშალა, სანქციებმა ვერ გამოიღო შედეგები და რუსებმა ხელი შეუშალეს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ამერიკელებმა შეერთებულმა შტატებმა აღიარა ეს და ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჩვენ ევროპელები განვაგრძობთ ომს და ვიქცევით ისე, თითქოს შეგვეძლოს გამარჯვება. ჩვენ გვჭირდება ახალი სტრატეგია და ძლიერი ევროპელი ლიდერები. დღეს ევროპა მდიდარი და სუსტია. ეს ყველაზე საშიში კომბინაციაა. ამიტომ პირველ რიგში უნდა გავაძლიეროთ ევროპა.
ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ევროკავშირი და ჩვენი პროექტი არ არის იდეალური. ბოლო-ბოლო ეს არის მუდმივი მიმდინარე სამუშაო, თუმცა ეს უნდა იყოს ერთად მუშაობის სტიმული და როგორც დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტის წარმომადგენლებზე, ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი საერთო კონტინენტის დღის წესრიგის შექმნა და ამბიციური მიზნების დასახვა, როგორც ჩვენი ეროვნული კანონმდებლობებისთვის, ისე ევროპისთვის. სწორედ ამ მიზნით ევროპარლამენტი რჩება გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. სწორედ ამიტომ ჩვენ პირველები გამოვედით საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოწოდებით და სწორედ ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ევროპული მხარდაჭერისკენ მოწოდებებს თავისუფლებისთვის ამ ბრძოლაში. კონფერენციის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი თეოდოროს რუსოპოლოს შეხვდა. შეხვედრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თხოვნით შედგა. მხარეებს შორის დისკუსიის მთავარი თემა იყო დაუბრუნდება თუ არა საქართველოს პასეს ფორმატს. ქართულმა მხარემ საკუთარი პირობები დააყენა. მოთხოვნაა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა ყოველგვარი წინაპირობისა და ბარიერების გარეშე მოხდეს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, იყო აბსოლუტური წითელი ხაზი, როდესაც პასის რეზოლუციაში ნახეთ ჩვენ მოწოდება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. დემოკრატია დგას ხალხის არჩევანზე და ხალხის ნებაზე. უარყოფა ხალხის არჩევის და ხალხის ნების არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი. მნიშვნელოვანი არის, რომ პასის წევრებმა აღიარონ დემოკრატია, აღიარონ ხალხის ნება, სხვანაირად, რა თქმა უნდა, შეუძლებელი არის საუბარი იმაზე, რომ როდესაც ნაწილი წევრებისა ქართული ხალხის ნებას არ აღიარებს, იქ შესაძლებელი იყოს სხვა საკითხებზე საუბარი. ამიტომ მე იმედი მაქვს და პასის პრეზიდენტიც მოწადინებული არის, რომ ამ მხრივ ის რაღაც ექსტრემული მიდგომები ან რადიკალური მიდგომები, რაც სამწუხაროდ ზოგიერთ დელეგაციას, რომელიც ქართული ხალხის მიმართ არ გამოიჩინა კეთილგანწყობით აქვს, იქნებ ამისი გამოსწორება იყოს შესაძლებელი. დელეგაცია შეხვდა და დისკუსია გაიმართა იტალიის, ლუქსემბურგის, ბულგარეთის, რუმინეთის, ბელგიის, მოლდოვის, უკრაინისა და მონტენეგროს პარლამენტის ხელმძღვანელ პირებთან. მსჯელობის თემა იყო, რატომ წარმოიშვა პრობლემები საქართველოსა და ევროკავშირს შორის და როგორ შეიძლება ურთიერთობების გადატვირთვა. ლუქსემბურგს ძალიან დაბალანსებული პოზიცია ჰქონდა 2024 წლის დეკემბერში, როცა მათმა პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთი ევროპული სამიტის დროს იკითხა, რომ კი მაგრამ თუ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მაშინ სად არის გაყალბების მტკიცებულებები და რატომ არავის არ აქვს ეს მტკიცებულებები. ამაზეც ჰქონდა საუბარი ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე ოკუპაციაზე, მათ აინტერესებდათ ის ვითარება, რომელიც არის არა მხოლოდ ოკუპირებულ რეგიონებში, არამედ ზოგადად შავი ზღვის რეგიონში და საქართველოს როლი. დაინტერესდნენ რა ხდება, რა მდგომარეობა საქართველოსა და ევროკავშირის შორის, რატომ არის ის მდგომარეობა, რაშიც ვართ, ასევე რა გეგმა აქვს საქართველოს ამ მიმართულებით, რაში ვხედავთ გამოსავალს და რა თქმა უნდა ასევე თავად რა შეუძლიათ გააკეთონ ამ ურთიერთობების გადატვირთვისთვის, რა შეუძლიათ გააკეთონ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კიდევ უფრო წინ წაწევისთვის. ეს იყო მათი პოზიცია, გამოთქვეს რა თქმა უნდა სრული მზაობა, რომ თუ რამეში შეუძლიათ რომ დაგვეხმარონ, იქნება ეს ეკონომიკის ნაწილი, იქნება ეს საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ტექნიკური დახმარების პროგრამები, თუ შესაძლებლობების განვითარება, საპარლამენტო განზომილებით, რა თქმა უნდა, რომ ამ ნაწილში მაქსიმალურად საქართველოს პარლამენტს საქართველოს აღმოუჩინონ დახმარება. ბუდაპეშტში ევროკავშირის 27 სახელმწიფოსა და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები იმყოფებიან. კონფერენციის თემა ევროკავშირის მომავალია. სპიკერებმა ევროპის ქვეყნებიდან ისაუბრეს იმაზე, რა გამოწვევები არსებობს დღეს ევროკავშირში და სად არის გამოსავალი.